აი როგორი ხელის კანკალით უნდა გადავრიცხო ახლა 47,000 ლარი საგადასახადოში იმის გამო რომ დამაკისრეს ჯარიმები და ჯარიმის საურავი და პროცენტები, საურავი და პროცენტები ვერ არის, ჯარიმა და საურავი საგადასახადო, მაგრამ მე ამას ვასაჩივრებ, ნახევარი თანხა უნდა დამიბრუნდეს. ის რაც ჩემი ვალია, იმას გადავიხდი, მაგრამ აი ეს ჯარიმა და ეს პროცენტები მაგიჟებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ძღნერი ამინდია გარეთ, მე მაინც კაი ხასიათზე ვარ. არა, არ გეკონოთ რომ ეს მთავრობამ დამსაჯა რაღაცის გამო ეს ამბავი წელიწად ნახევრის წინ დაიწყო და დავაში ვარ, დავაში. მაგრამ ეხლა გადავწყვიტე რომ მთლიანად გადავიხადო და თუ რატო ამას მე რეაგიხსნით. მაგრამ აი პრეზიდენტი რო გავხდები და სუფლორიდან წავიკითხავ ტექსტებს, მაშინ მივადგები საგადასახადოს და მოუტყნავ კარგის ტრაქს. ეს მაგარი ახალი გადაობები დაიწყო ია პრეზიდენტად და მეც უნდა ვიღადაო, აბა რა ვქნა სხვა ამ ჩვენ რეალობაში თუ არ ვიღადაო, აბა რა. მე ფაფადად მეტა რა მიხარია. ორი აგური უნდა მიჭიროს ხელში იმ ფონზე რომ ამხელა თანხას მახევს საგადასახადო, მაგრამ ფული ხოხტელის ჭუჭყია. როდესაც მე ამ აბონს ვწერ, მართალია შუაღამე თრთის დაკვდება, მაგრამ ყავას და ჩაის მაინც დავლე. მეგობრებო, ეს დღეები ვხედავთ ძალიან მძიმე შოუებს, გენერლების დაკითხვის შოუ, სიწმინდეების გათახსირების შოუ, ისა ესა, ეხა წულუკი არის შოუ, მეგობრებო, და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გადავიტანოთ ყურადღება და ეს ერთადერთი უნდა ვილაპარაკოთ, ვაიმე ეს ტრამპის ტარიფები და ფუ ეს ტრამპი, ისევ ტრამპის გინება. ოპოზიციური პარტიები ისევ ტრამპს აკინებენ. ბიჭო, ყველას ავიწყდება ერთი რამ. თუ კი ვინმე შეძლებს მსოფლიოში რუსეთის დაჩოქებას, ეს არის დონალდ ტრამპი. დიახ, ტრამპი დააჩოქებს ჩინეთს და მერე ნელ-ნელა მიადგება რუსეთს. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა, პუტინმა და იმიტომ არის გამწარებული და ბომბავს ახლა უკრაინას. ჩვენთანაც ბატონი ბიძინა. ჰელო, მოგესალმებით ბატონი ბიძინა, იმედი მაქვს რომ ისმენთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისმენთ. თუ არა და ახლობლებს ვეტყვი რომ ჩაუგდათ ჩემი ვიდეოები, ისია ბოლოს. ბატონი ბიძინა ემზადება ტრამპთან. საბრძოლველად, რა თქმა უნდა, ამაში მას ეხმარება რუსეთის სპეცსამსახურები, ძველი ძალოვნების გამოცვლა, ახალი ჩანაცვლება, ეს ძველები ხო ყველა კომპრომიტირებულები არიან და დასანქცირებულები არის. ეხა ესეთი სუფთები შემოყავს, სუფთები რამე რო იყოს, აკეთებს, სუფთა ხალხი მყავს, ისინი გავაგდე, ეგრე კი არ არის, ძმაო. ბატონ ბიძინას ჯერჯერობით არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. ეს უნდა აღინიშნოს და ეს დასაფასებელია. ჩვენი ოპოზიცია მოსყიდული, ქალბატონი სალომეც კიდე მისი კნეინა, სუდკნეინა, არ ვიცი. არავითარი არეულობა და დაძაბულობა ბიძინას კარზე არ არსებობს, მეგობრებო, თავს ნუ მოიტყუებთ. და რა ვიცი, უნდა ვთქვა ისეთი რამე, რომ ოპოზიცია გამოფხიზდი მეთქი, მაგრამ რა უნდა გამოფხიზეთ? აქამდე ვერ გამოფხიზეთ, მოგუდულები ხართ ყველანი. ხალხო გამოფხიზლდით, კი ბატონო. ერთადერთი დაგვრჩა აქციები, ხო? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ხო? და ეს აქციები რომ მომართოთ ტრამპისკენ და ამერიკის მთავრობისკენ, არ შეიძლება. აბა ესენი რომ მოვლენ და რომ დასახმარებულ ხელს გამოგვიწვდიან, ვის უნდა დაელაპარაკოს? ვის უნდა დაელაპარაკოს, როცა თავის დროზე მოგვადგება ბატონი ტრამპი და მისი გუნდი და ამერიკა რომ მოგვადგება? ვის უნდა დაელაპარაკოს? ერთი ოპოზიციონერი არ არის, ვინც არ არის მოსყიდული, ჩემი აზრით, მე მაპატია ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველანი მოგუდულები ხართ რა. მე ხო არ დამელაპარაკება, მართლა ამის ზედავატირი ერთი საწყალი ქალი ვარ. ჩემთვის ვატრაკებ
აბონის გახსენების ამბავში რაღაცას ვატრაკებ და მიხარია. კი არა. ასეთი დიდარი პარტია რო ხარ. ბატონო, თქვენ მოგმართავთ ხაზარაძე. ერთი ჟურნალისტი მაინც გააგზავნეთ, ბინაუქირავეთ, რომ თეთრ სახში როცა პრესკონფერენცია, სადღაცა როცა პრესკონფერენცია არის, რომ დასვას კითხვები საქართველოზე, გაუკეთეთ აკრედიტაცია, რაღაცა მოქმედებაში მოიყვანეთ, არ შეიძლება? იმ ნიკურაძე ტრამპჰეიტერის იმაზე, რა ქვია, იმედად ხართ, კაცო? არ ვიცი, დავიღალე ამდენი ლანცვა გინებით.